შეებულება გინდა რა. აიგო, ჩიტმა დაასკინდლა? არა, სისუფთავის საერთაშორისო დღეა. სხვა დღეები ხო სეფინძურისაა რა. არა, სხვა დღეები ჩვეულებრივია, მაგრამ როდესაც მანქანაში ზიხარ იცდი უსაქმოდ, მერე იწყება სისუფთავის საერთაშორისო დღეები. ბიჭო, ო, ნიკამ დამირეკა დაივას ვაგარ დაიცვალა. ხო, ეგ ვიცი, კაცო, ნიკო მითხრა. დაივა სამანტყოფოშია, ხო იცი? მართლა? ხო, იძმას დაუმარხავთ უკვე და მაგრამ უნერვიულია დაივასლა. იქაური გაზეთები წერენ წამალში გაიპარა. ზომა წონა არიციან არაფრის, აი ამის ბრალია ყველაფერი. ისი ამ ჩხერას კონიაკი დაელია არ ჯობდა? კონიაკს რა არ ჭირდება ზომა წონა. ო, გურამ. აიგო. ჯო რაღაცა მაქვს სათხოვარი რა, მაგრამ იტყდება, მაგრამ უნდა გთხოვო რა. რა. ბიჭო. მოკლედ ერთი გოგო მყავს, რომელიც მინდა სახში დავატიჟო რა და ჩემი ბინა ხვაზე ხარ როგორიც არის. დაჯექი რა. რა ვიცი ერთი ეგს მახავდა მეტი არა ო ვიცი რა უნდა ქნას არ ვიცი კაი ახლა გავიქეცი მაშინ სამსახურში და დამირეკე კაი კაი მედი რა ხალხი? გამარჯობა. დავითა. იცით თბილისი განსაკუთრებით იმის გამო მიყვარს, რომ ყველგან შეიძლება ნაცნობი შეგვხვდეს. ვერ გავიგებ. გარგი შეიძლება დავჭერ. რა თქმა უნდა. გმადლობ. Thank you. ეს ჩემი საყვარელი ადგილია. მართლა? ხო. Yes. ხინგალი? არა, გმადლობ. უკვე დავნახდი. Okay. შენ დაივას ამბავი იცი ხო? რა? დაივა საავადმყოფოშია. რატო? რა მოხდა? ძმა გარდაეცვალა. You know? Died. And დაივა საავადმყოფოშია. ღმერთო ჩემო. ძმა მოუკვდა? ხო, დაივა ძმა. And დაივა ძალიან ინერვიულა და საავადმყოფოშია. ძალიან ახალგაზრდა იყო. Yes. ჩემი მეუღლე კარგად იცნობდა. ნარკოტიკ?
არა, აბსურდია. ჟურნალისტი იყო. ნარკომანი არ იყო. ჟურნალისტი? ხო, მაგრამ იქნებ ინტერესის გამო. From interest, I don't know. შეიძლება გასინჯა რა, რა ვიცი. Алло. Დიახ, გისმენთ? დიახ, ბატონო პოლკოვნიკო. კარგით მოვალ მაგ დროს. კარგი. ნიკო, გამარჯობა. გამარჯობა თამთა. როგორ არის? რა ვიცი, ხა დაეძინა რაღაცებს უკეთებენ. ისე როგორ არის ამბობს რამეს? რა ვიცი, არაფერს დაეძინა, ხა რაღაცებს უკეთებენ. ვაიმე, საცოდავეს ახალგაზრდა ბიჭი, რას უშვებიან თავის თავის ბავშვები. იქნებ მიუსწროს დასაფლავებას, ხო გამოკეთდება დღესან, ხო? დაგრძალეს უკვე. ვაიმე, რას მეუბნები? აბა. თამჩი. საშინელება შენიანი ვერ იგრუ. გითუნდა. აი, კარი 414-ში. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენთან ბატონი გურამია გელოდებათ. მადლობა. დამაგვიანდა. რა ვიცი, თელი ცხოვრება აგელოდები და ახალს დაგელოდები რამენაირად. საავადმყოფოში ვიყავი. ისმინე, იმას რამე დახმარება ხომ არ ჭირდება ან ლიტვაში ან აქ ან რამე ისეთი ექიმი, რა ვიცი. არა მგონია, შოკი ქონდა რა და ნიკოც იქ არის. ო. ეგენი ჩვენ ჯვრის წერას დაგვასრებენ ის. შენ რა ქენი ეს? გურამ გეხოწები, ხო იცი არ მინდა დიდი ქორწილი, ხო? რას ნიშნავს დიდი ქორწილი? კაი, გურამ, ხო გესმის არა. რამე ერთ შემოხედე კარგად. აი კოჭლი ვარ, ბრუციანი ვარ, კუზი მაქვს. რას მიწუნებთ გამაგებინე? რას გიწუნებ და დიდი ხანია არ გითქვას მიყვარხარ. დიახ. არ ვიცით არა? არა გამაგიჟება შენ. მომისმინე ახლა მე შენთან მაქვს საქმე. აი ეს შენთან იყოს და თუ რა ვიცი კიდე მოგივა ის ოფოპები კვარში, ალაზანში, იორში, რიონში თუ კიდე ჩხერირმელაში გადაყარე. ხო, რომ არ შეწუხდე ბატონო, მე წაგიყვან მანქანით, გამოგივლი, მე გიყვან ერთად გადავყაროთ, უკანაც მოგიყვან და შენს დაისვენებ და დავისვენებ. კაი. მოდი შენთან იყოს რა გურამ. არა, ეს შენთან უნდა იყოს. გეხოწები რა შენთან. ეს იყო შენთან? გურამ. მომისმინე დავითე. არაფერს. ლიკა როგორ არის? How is Lika? სულ მინდა მოვიკითხო და ვერ მოვიცალე. I was so busy. როგორა? How is she okay? სამსახურში ყველაფერი რიგზე აქვს? დაკავებულია. მოგრენდია რა? ძალიან დაკავებულია. მართლა კარგი სპეციალისტია. Very good and თბილისს შესანიშნავად იცნობს და ძალიან უყვარს. ახალი ტურის გაკეთებას ვაპირებ. თბილისის ტური მინდა გავაკეთო. მაგრამ ლიკას გარეშე ძალიან გამიჭირდება. რამდენიმე თვე დამჭირდება, რომ ლიკასნაირი ადამიანი მოვძებნა. ძალიან მეხმარებოდა. გასაგებია. მე შემიძლია დაგეხმარო. მართლა? რა თქმა უნდა. Of course. იმ ადამიანს იცნობ, ვინც დამეხმარება. მე ვარ ის ადამიანი. შენ? სერიოზულად? ხომ იცი მე პოლიციელი ვიყავი. და თბილისს ძალიან კარგად ვიცნობ. თბილისი very well. მოკლედ, 5 თითივით ვიცი რა თბილისი რა. და ყველა ძაღლი გიცნობს. ხო. Yes. კარგი, მოვიფიქრებ. მოიფიქრე. კარგი.
გამიხარდა ნიკო. გაიხარ. რაც ვერ ახარ ხასიათზე. რა ვიცი გოთვერანი ხო გამექცა და. გაი ნიკოლოზ რა მაგას დარდობთ. საცავარ. ჯვართან ახლობელია ცუდად რა. აღვეთარი? ბიჭო ლიტველია რა. და ძმა მოუკვდა იქ. დაასაფლავეს და მერე გაიგო ინტერნეტით. გაზეთში ეწერა თურმე. აუ. სუფთი ამბავია. ო მაგარით ან წარმოიდგინე გაზეთში რომ დაწერენ რომ კაიფში გაიპარაო რა. მორფინისტი იყო თუ რა? არა მორფინისტი ჟურნალისტი იყო იქაური. თან ცნობილიო და რა ვიცი. რა ვიცი ჟურნალისტები რა მაიმუნობენ ეგენიც. ო მეგონი. მე არ გამიგია რა. მაგრამ ხო იცი როგორც არის რა. ჟურნალისტები ერევიან ყველაფერში, იძიებენ რამე. მეთქი რამე შარში ხო არ გაეხო თქო ვიფიქრე რა, მაგრამ მაფია, არ ვიცი რა ეს ზებრით ლაპარაკი ხო იცი ძნელი ეს. ეს შენი ახლობელი გოგოა? გოგოა. რა თქმა უნდა. მე ვიწყებ შენზე გული ისევ შენზე წურს და ფიქრიც რემლაცრის მარტოობა ისევ მკლავს ღამებს თეთრად წვავ და თუ ვინმეს ნახავს სხვას მე რაღა უყო თავს ჩემი გული გაიყო თაზო რა იყო კაცო რა გინდა? კაცო რას გამოიკეტები ხოლმე მაგ ჩამოვიდა ბავშვი მოდი ვინ მოდი ვინ ბავშვი კაცო? შენ ბიჭო შეწარაკუაში როგორ ახარ? კარგად შენ როგორ? შენგენ ვაიმე გაგიშვი სადღაც შობს და მე ვარის რომელმაც გადგინა გული ჩემი გული სევდა ხარ და გულის მალამო არ ვიცი რა ვქნა რა ვიღონო სადმე მათრა? Dragging me. აბანო ვნახოთ. არა. რატო? Why? არა. წამო. I am busy woman. მე დაკავებული ქალი ვარ. ძალიან I have a ბევრი lot საქმე of მაქვს და work, and დასვენებისთვის it's არ not time მძალია. for relaxing. ტური არ you don't მოგეწონა რა? like tour. Oh, არა. no, ტურთან დაკავშირებით კიდევ უნდა მოვიფიქრო. კარგი, ერთად ვიფიქროთ. ჩემთან სახლში. At my home. იცი? You know I have a lot თბილისზე of ბევრი books წიგნი მაქვს. about Tbilisi. შენ სახლში არა? Yes. About თბილისზე ბევრი წიგნი მაქვს და კიდევ ძალიან მაგარი ღვინო მაქვს. home wine. გინდა სახლში გესტუმრო ღვინის დასალევად? Please drink wine. არა, მხოლოდ თბილისზე სასაუბროდ და about Tbilisi. And მხოლოდ სასაუბროდ? და ღვინოზეც. სახლის ღვინოა. ძალიან კარგი სახლის ღვინო. Გარგი. კარგი? მაშინ მე გამოგივლი ჩემი my მანქანით. car. როცა? At 8 o'clock. არა, No, it's 8 საათი ძალიან გვიანია. at 8 o'clock. 5 საათზე და Maybe თვითონ at მოვა. 5 and კარგი? I will come by myself. კარგი, Okay, მაგრამ but მისამართი? Address? Oh, you SMS-ი will send me გამომიგზავნე. SMS. კარგი. Okay. Გარგი? კარგი. წამო. Samos.
გამარჯობა. როგორ ახლა იმა? კარგად. მომენატრე. მადლობა. არაფრის. ფორმა? ხო. დამაბლოკეს. Back. სამსახურიდან from the office. ტელეგრამი ვიმორიგე. შესაძლებელი. ისევ საქმეს დაუბრუნდ. to business. Yes, and და do I look ცოტა უცნაურად ხომ არ გამოვიყურები. შენ კი ღიმილი გიხდება. smile becomes you. პაპატი. და ხო მოვალ მალე კაი. კაი მოვალ. ხო სამონტყოფოში ვარ და წამოვალ ახლა. კაი. სახლში უნდა დავიდე. სანდრო დაბრუნდა ვილნიუსიდან და back from Vilnius and ოჯახური შეკრება. კარგი. მე კარგად ვარ. წავიდეთ. მართლა? Really? კარგად ხარ? Yes. წავიდეთ. კარგი. Okay. დაგირეკავ. ნიკო? ხო. სანდროს ჩემზე არაფერი To Sandro about me, okay? კარგი. Okay. მაგრამ რატო? Why? თაიო რატო? კარგი. Okay. სხვა დროს დავილაპარაკოთ, თქონდ. ყველაფერი უნდა მოგხვდეს. შევთანხმდით. Tell me everything, okay? ყველაფერს მეტყვი, ხო? კარგი. Okay. ნახოთ. Bye. კარგი რა დედა გავსკდი ვეღარ ვჭამ უკვე. რა გასკდი, რას გავხარ, კაცო? იქ ალბათ არაფრისაც არ ჭამდი, ან ჭამდი რაღაცას ქუჩაში, რაც შეხვდებოდა პაკეტებოდა. აბა რა, კაცო, აბა რა. ლანდი გაგდიშვილო, ლანდი. სხვათა შორის იმ პაკეტებში იქ პლასტმასის პომიდორებს ყიდიან. კარგი და პლასმასები ნორმალური ჩვეულებრივი საჭმელია. კარგად ჭამ, კარგად მძინავს, კარგად მღვიძავს. კოტეჯი რო ვიქირავი გითხარი, ხო? ვიცი, დედკო, ვიცი. იცი რა მაგარი კოტეჯია? ვაიმე, დამცხვარი არ დამეწვას. სწავლა არის უბრალოდ რთული. სუ ჩართული უნდა იყოს, სუ ფორმაში უნდა იყოს. რა თუ სწავლობ ეგრეა რა. ერთი თუ ამოვარდი, მე ვეღარ დაეწევი. და ვილნიუსი იცი რა ქალაქია, რა ლამაზია. აჰა, ეხლა შენ რანაირად დაიწყე ლაპარაკი? ძალიან ლამაზია, შენ დარჩენა ხო არ გინდა? არა, ჯერ დიდი ხანი უნდა ვიყო იქ. თან სახლი მაინც სახლია. აბა, მიხედეთ საქმეს. აი. ბიჭო, რა თან სახლი მაინც თან სახლია, რა თან კიდევ ერთი გამაგებინე წესიერად. კარგი რამ. მაგარი გემრიელი ანიო. თან მაგრამშია და უფრო ორ მაგად გემრიელია ეს. მომხედე აქეთ. შენთან ვერ დააწყებინებ სანდროს მუშაობას. სანდროს? ხო. რა უნდა ჩემთან? კარგი რა მამა, სამედიცინოზე ვსწავლობ, რა მინდა ლიკასთან. რატო რა გინდა კაცო, 1000 საქმეა, ექიმები ყველგან საჭირო არიან. ქორწილზე რა ხდება? ჭამეთ, მიდი ჭამეთ ბავშვო, მიდი ჭამეთ. ქორწილზე რა ხდება სანდრო და ქორწილი ეგრეა რომ სიძე აი ესე უბრალოდ ზრდილობის გამო მაინც უნდა გიახლოს სასიმამროს და ქალიშვილის ხელი გთხოვოს. ამათ ისე გამომიყვანეს გესმის ვითომ ვიღაცა გიჟი ვიყო რა. ახლოს კი ვერ მეკარებიან პროპუსკი ჭირდებათ. კარგი რა მამა. არ მოგცემთ პროპუსკს. всё, გაგვიმარჯოს. სადახარ კი, მაგრამ 2 საათია გელოდები. კაი, ხო. ჰა. მოდი ერთ ქორწილზე მინდა დაგელაპარაკო. მოკლედ,
დავითა და შენ იქნები ჩემი მეჯორეები. არა, მე ვერ მოვდივარ ქორწილში. მეც რა მოიგონა? ტანსაცმელი არა მაქვს. შენ თუ არა გაქვს ტანსაცმელი, ვისა აქ აბა? მოდი თქვენ იქეიფეთ, ხო? რადგან დივარ ახლა მე ქორწილში ცხვერ ჩამოშვებული და გაუბედურებული. რამ გაგაუბედურა ერთი გამაგებინე რა. რა სენებს აწყვეტ? არა, ნუ ახლა ერთი კაბაკი ვნახე, მაგრამ რა ვიცი. აი, გასაგებია რამდენი 1 2 რა გაცინებს? ეგ ფეხსაცმლის ფულია. და კაბის? 7. აიგო, გამაგებინე პრინცესა დიანას ნაკონი კაბაა თუ რა შეს? არა, ჟაკლინ ბისესი. აჰა. თანიცი მარტო კაბაზეც არა, რაღაცები ხომ მჭირდება კიდე და ნუ მოკლედ რა. საერთოდ მშიერი ვარ. აი, ქორწილი გვექნება, შეჭამ და ცოტა ხანი გეყოფა. რატო გეზიზღები ეგრე, ჰა? ის ლიკა სულ არ გიყვარს და დაახვავეს საჩუქრები. მე კიდე ყავარ მიგდებული. ეს ჩაჩუა თუ ვიღაცა მომიქციე და ყველაფერი უნდა გეხვეწო, ხო? მოგწონს ხო რომ ამათხოვრებ? არა, შენ შენახვას ერთი ბოინგი მეყიდე, უფრო იაფად შევინახავთ. რა გეტაკა გამაგებინე. მოკლედ ცოტა ხანში შენსან გარიჟზე 10,000 იქნება. სასაცილოა გესმის. დაინტერესებულ ხარ როდესმე ჩემი ცხოვრებით. გიკითხავს რას ვაკეთებ, რა მიხარია, რა მწყინს. ეგებს სულ არ მინდა ცხოვრება, ჰა? ბიჭო, დალია, მაგრამ არა. არ ვიცი. არ დამინახავს, არ ვიცი. ნუ ბოდავ შენ, გაიგე? ნუ ბოდავ. ოღონდ სამიდან მომიშორო, ხო? ой, რაც ამბობ, მაგარი მოშორებული ხარ რა. მე ვერ ვიჯერებ რომ გაგიშვი სადღაც შორს და მე ვარ ის რომელმაც გადგინა გული ჩემი გული სევდა ხარ და გულის მალამო არ ვიცი რა ვქნა რა ვიღონო ჩემთან და მიბრუნდი ჩემთან ეს გული შენ გითხოვს ეს სიყვარული ბრმა ჩემი სენია დაბრუნდი ისე და მიხარე გული ეს სიყვარული ბრმა მოხვედი? გამარჯობა. როგორ ხარ? ძალიან მიხარია რომ მოხვედი. მიხარია რომ მხედავ. Very glad to see you. კარგი, ეგ მომეწონა. დღეს უკვე შევხვდით. იმედი მაქვს გახსოვს. ხო, მაგრამ დიდი ხანი გავიდა. Long time. მთელი ჩემი ცხოვრება გავიდა. You know, all my life passed. მთელი შენი ცხოვრება. ხო, მოგწონდი. Welcome. მადლობა. იცი რა? რამდენიმე ფოტო მოვიტანე და შენი დახმარება მჭირდება. მინდა ეს ადგილები რუკაზე მაჩვენო. რა თქმა უნდა. Of course, აბა რა ჯანდაბას ვაკეთებ. და ჯეკი გთხოვ. Sit down, please. ეს სასადილო მაგიდაა და არა საწერი. საქართველოში ხარ. კარგი. Okay. იცი ხინკალი რა არის? ხო, რა თქმა უნდა იცი. ხინკალი. You know, I წარმოგიდგენია ხინკალი ჩემი ხელით მომამზადე. კარგი. მოიტანე. 5 წუთში. I need 5 minutes.
მანამდე იქნებ ფოტოებში გამორკვიო და მერე დავსხდეთ. ხო, მაგრამ მოდი რა, ჯერ ხინკალი და მერე ფოტო, კარგი? კარგი. Begin tour. ვიწყებ ტურს. ღვინის ტურს. ერთი წუთი დაგტოვებ. ნახე ბებო მერეები ჩამოგიტანე ვილნიუსიდან. რა არის ბებო? აი, შეხედე. მე ჩამომიტანე. ვაი, შენ გენაცვალე. მოგწონს? ნახე როგორი. ძალიან ლამაზია ბებო, ძალიან ლამაზია. მართლა მოგწონს? აბა ეს შავკაბაზე იცი რა იქნება შვილო. გენაცვალე. შენ ხო იცი რომ მიყვარს ყველა გენაცვალე. გენაცვალე. ეს შენ. ხამებში როგორ დახარჯე შვილო ფული? კარგი რა დავხარჯე. რაღაც მოგითხრა. მართლა ძალიან. მოიცადე. აი ესეც შენ. ბეჭედი. მიყვარს შვილო ბეჭდები. იცი რომ მიყვარს, მაგრამ მიყვარს მაინც ეს ჩაცმა და ეს და მთავარი საჩუქარი. აჩვენე. აი, არ გამაგი. თეთა ეს ხო მის არის კარვა. კარვა კი. ვაიმე ბებო, ეს ხო ძალიან ძვირი იქნებოდა ბებო. ესეც მე ჩამომიტანე. ბებო, ვაიმე, დანაცვალოს ბებო. დაჭიქი. ესეც ასეთ კბილად დავაბერდი. ბებო, უნდა მითხრა, ახლა ფულზე არ დამიწყო ლაპარაკი. ძალიან გთხოვ, შვილო, ფული არ ახსენე. კარგი რა ბებო. ძალიან გთხოვ, ბებო, მაგაზე ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ლაპარაკი. კარგი. ისე აი რაზე ფიქრობდი? აი უცებ რომ გადამიტრიალდეს თავში და სწავლასაც რომ დავანებო თავი და ყველაფერს და დავიდე სახში. სად მიდეხარ მე? ვერ გააკეთებ. ვერაფრით ვერ გააკეთებ. ჩემი შვილი მაგას არ იკადრე. შეყვარებული ყავს? მითხარი. მითხარი. არის ერთი კი. მოიცა მაგაზე არ გვინდა. შენ ხო კარგად ხარ. შენ რო ჩამოხვედი, ბებო, მე არასოდეს არ მოვკვდები. აღარასოდეს არ მოვკვდები. სულ მეგონა რომ კვდებოდი. ისე კარგად ვარ, ბებო, ახლა შენი ნახვის მერე რომ მე მგონი არასოდეს აღარ მოვკვდები. გენაცვალე, ბებო, გენაცვალე მე შენ. აი? თვითონ გავაკეთე. ჩემო ახალგაზრდა გენიოსი. ხო, გენიოსი ვარ. Genius. ჯერ სადა ხარ? ხინკალი ძალიან მიყვარს. ერთი წელი გადმომიღე. არა, ერთი არა. Not one. სამი. 3. კარგი, 3. ერთი, 1, 2, 2, 3. 3. საღამო გრძელია. მოგშივდება. გრძელი? ხო, ძალიან გრძელი. ზამთარზე უფრო გრძელი. Winter. ხო. Okay. Please. კარგი. გავსინჯოთ. Okay. კარგი დავიდა. თბილისის საბანოებზე კიდევ რამე მომიყევი. თბილისის საბანოები. Okay. კარგი. თბილისის საბანოები ძალიან კარგია. Very good. ეს ვიცი. Yes. ჩვენს მეფეს იქ სპეციალური ოთახი ჰქონდა, სადაც ხანდახან მეგობრებს პატიჟებდა. And he present ჭრილობებს კურნავს. For his friend. Yes. And მოდი რა ქართულად. იცი რა? ყველაფერს შველი და რა. ყველაფერს შველი და აი ჭრილობებს. ჭრილობებს შველი და. ჭრილობებს? ხო. ჭრილობებს. Yes, wounds. და შენ ჭრილობასაც. Wound too. ჩემს რას? შენს ჭრილობასაც. ხო. მე ჭრილობა არ მაქვს. რა ჭრილობაზე ლაპარაკობ? მე გეუბნები შენ ქმარზე რა. ქმარი ხო წავიდა ლიტვაში. შენი მეუღლე. არა, ჭრილობა არ მაქვს. ხო, შვება ვიგრძენი. უვარგისი კაცია.
You know, იცი, woman შენ like ერიქალი you, I would ყოველთვის love მეყვარებოდა. მეყვარებოდა და მეყვარებოდა. forever. კარგი. სიყვარულს გაუმარჯოს. მოკლედ, მოდი ამასაც ქართულად გეტყვი რა. ისი რას გაუმარჯოს? მოდი აი მას გაუმარჯოს, რამაც მე ინგლისური მასწავლა, თან წიგნიდან თო. For love. სიყვარულს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ხვინო მოეთრია ეხლა. უკაცრავად. ვა, ციცი. ჰაუ. ბიჭებს. ციცი. მაგრამ აქ რო ვიყავი რა იცოდი? მე ყველაფერი ვიცი. და გავიწყდა? სად გავიზარდე? ხო, რა ვიცი, დაგერეკა მაინც. მე არ ვეკავ. ციცი, იცი რა შესაქმე? მე დაკავებული ვარ ეხლა ინგლისურს მეცადინეობ და ბრიგიტა. ციცი. ეს გურამის და sister. ვი დავით, დამავიწყდა მეკითხა და ეწევით აქ, ა? არა. არ ეწევი, ხო დავით? კარგი მოწიე. შენადა ეს ხალი აქ რას აკეთებს? მე გარეთ ხوار დავიცადო. ციცი, მოდი იცი რას გეტყვი? თუ რამე საქმე გაქვს, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა ოთახში და თუ არა და იცი შეუსრულე უკვე? არა. აცუნდრუკებული ხარ. მეგონი ჩემი წასვლის დროა. არა, მოიცადე. ბრიგიტა. ბრიგიტა ერთი წუთით. ბრიგიტა. ბრიგიტა იცი რა? ბაბათი, ბოდიშ გიხდი. შენ სტუმარი გამიგდეთო? არა, გესმის შენ სტუმარი გამიგდე. კაი, დააწყნარდი, სამაგეროთ კაი ახალი ამბავი მოგიტანე. დაურეკე გურამს მეჯვარე ხარ ქორწილში. დიდი პატივია ჩემთვის. მეცა მე ხა კაბის საყიდლად მივდივარ და შენ გააგრა მიზეთი ადამიანური კოსტიუმი, თავი არ მოგჭრა. არა მაქვს კოსტიუმი. წამა მე რა გიყიდი, ჩაგაცმევ რამეს. ეს ხინკალი რო გაგიცივდა. რა არის ბიჭო, არ აქვს ხვენიებ. მაღაზიის ხინკალს საჭმელს სტუმარს. დაივა. ნიკო მოვიდა დაივა. რა? ნიკო მოვიდა. გამარჯობა კინოცა. როგორ არის? ცუდად, წუხს ძალიან. აბა რა იქნება? აი შევალ ხო? ხო, რა თქმა უნდა. დაივა. როგორ ხარ დაივა? მას ხომ არაფერი დაუშავებია. კაი, დაწმა. ჩემი ძმა. რატომ? მე შენთან ვარ. მე შენთან ვარ ხო? Что мне? ეს ჩუბიტურება რატომ უნდა მომხდარიყო?
გამარჯობა. ტელეფონის ნომერი მომეცი რა. როცა ახალ ამბავს გავიგებ, მაშინ SMS გამოგიგზავნე. ნომერი ერთხელ უკვე მოგეცი. დაგავიწყდა? რა ნომერი მომეცი? კარგი კაცება. შენ მართლა აღარ გახსოვა რომას. გეყოფა ხუმრობა. რომ გიცნობდი დაგიმახსოვრებდი. რას ამქვია? ვერ გამიხსენე? ნამდვილად მეხუმრები. ტელეფონში არანაირი რას არ გვაქვს. არც ერთ რასაც არ ვიცნობ. არ იცნობ? მოიცადე. რასა შენ ხარ? მართლა გამოვშტერდი. ახლა მომისმინე. შეგიძლია ჩემი ნომერი წაშალო. 2 თვის განმავლობაში არც მოგიწერია და არც დაგირეკავს. მოიცა ბაბატი, არ მეცალა. ახლა მართლა წავშლი. სულე. გამარჯობა. გამარჯობა. რაღაც სანდრო არ ჩანს. ავად ხომ არ გახდა? არა, სანდრო საქართველოში წავიდა. საქართველოში? სწავლას თავი დაანება? არ ვიცი. შენი ნომერი ჩამოწერდი. რამე ახალს თუ გავიგებ დაგირეკავ. დაგირა რომას. გამარჯობა. არ მითხრა რომ მოდესმე ჩემთვის ტელეფონის ნომერი მოგიცია. ჩემი მეგობარი რეკლამის გადაღებას აპირებს და შენერი გოგონა ჭირდება. რისი რეკლამა? სიდრის. სიდრი გიყვარს? ძალიან ბევრი სიდრი უნდა გადაიღოს. შენი ნომერი მომეცი დაგირეკავ და ყველაფერს აგიხსნა. კარგი ჩაიწერე. 23 სერიის დასასრული. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.